მოგესალმებით მეგობრებო და მოდი ყველანაირი შესწავლის გარეშე პირდაპირ გეტყვით თუ რის განხილვას ვაპირებთ დღეს. One Piece-ი ყველამ ვიცით და როგორც იცით, ასევე One Piece-ს აქვს ძალიან ბევრი თეორიები. და რომ იცოდეთ, რაც კი აქამდე თეორიები იქნება ნათქვამი და რაც კი აქამდე თეორია იყო ნათქვამი, ყველა არის მოსმენილი, გაგონილი, სადღაც ნანახი და რა თქმა უნდა 100% ზუსტი ვერ იქნება One Piece-ის ისტორიასთან და რაღაც ცდომილებები აუცილებლად იქნება, მაგრამ ასე რომ ვთქვათ, ზოგად შეხედულებას, ზოგად თეორიას, საინტერესო თეორიას მაინც გადმოგცემთ. რომ რაღაც ინტერესი გაგიჩნდეთ და რა თქმა უნდა თუ რაღაც ცნობილებები იქნება, მე უკვე თქვენი ცოდნით, თქვენი ნანახით, თქვენი გამოცდილებით გადაასწორებთ და უკეთეს თეორიას ჩამოვაყალიბებთ და უკეთესი აზრი გექნებათ, ასე რომ ვთქვათ. მაგრამ ასეთი ზოგადი შეხედულება რაც კი შეიძლება გქონდეს თეორიაზე, აი ასე იქნება. ამიტომ ხო, მაინც რომ იცოდეთ. იმდენი თეორია მაქვს მოსმენილი, რომ აი უსმენ რა ადამიანს და ხადაობ, ანუ რანაირად მივხვდია ეგეთ რაღაცას ხო ხვდებით რა. ანუ მაგალითად შეიძლება მომენტი ყოფილიყო, რაც გამოგრჩენია, რომ აი მაგალითად ლუფიმ, როდესაც შეჭამა თავისი Devil Fruit-ი, რატომ ქონდა რეზინის ზალები. და ძალიან მაგარი თეორია მითხრეს ამაზე და მეთქი ხადაობ მართლა ეგრე არის რა. და უამრავი თეორია არსებობს, ასეთი უამრავი დაკვირვება არსებობს და ჩემი აზრით ძალიან საინტერესო იქნება როგორც ვიდეო, რომ ავდგეთ და ეს ყველაფერი განვიხილოთ და ვთქვათ. ამიტომ მოდი დავიწყოთ ვიდეო. მაგრამ სანამ ვიდეოს დავიწყებთ, კიდევ ერთ რაღაცას ვიტყვი, რომ solo leveling-ი ვისაც გინდათ, მოგეშინიათ, ნელა იხოდება. ზოგადად მანგის განხილვებს საკმაოდ დიდი დრო ჭირდება, რომ ჩაწერო, გადაიღო ახსნა, პანელები მოიპოვო და ასე შემდეგ. ამიტომ solo leveling-ის ნელა მოიხოდება. ხოლო მანამდე, გავინხილოთ One Piece-ის თეორიები. და მოდი რაღაც ლუფის Devil Fruit შევეხეთ, მოდი დავიწყოთ პირველი ამ თეორიით. და თეორია ასეთია რა. როდესაც ლუფიმ პირველად თავისი Devil Fruit-ი შეჭამა, რატო ქონდა რეზინის ზალები? პასუხი ძალიან საინტერესო არის, როგორც თეორია. ესე იგი, როდესაც ლუფიმ ეს Devil Fruit-ი შეჭამა, ამ მომენტში შანქსისგან გაქცევას ცდილობდა. შანქსმა ხელით დაიჭირა და ლუფის მთავარი მიზანი ის იყო, რომ შანქსისგან გაქცეულიყო. როგორც მოგეხსენებათ, ლუფის ნაჭამი აქვს არა რეზინის Devil Fruit-ი, არამედ ადამიანის Devil Fruit-ი მოდელ ღმერთი ნიკა. ღმერთ ნიკას აქვს წარმოსახვის ზალა, ანუ რასაც წარმოიდგენს რეალობად ხდება. ამიტომ, როდესაც ლუფის გაქცევა უნდოდა, მან წარმოიდგინა, რომ შანქსისგან გარბოდა, ამიტომ თავის ხელი გაწელა და შანქს მოშორდა ტერიტორიულად, ასე რომ ვთქვათ. მაგრამ როდესაც შანქსმა შეხედა ამას, ლუფის უთხრა, რომ შენ რეზინის ზალები გაქვსო და ლუფის წარმოსახვა ამით შეზღუდა და ლუფიმ დაიჯერა, რომ მას რეალურად ჰქონდა რეზინის ზალები და არა წარმოსახვის ზალები. ამიტომ თავისი თავი, ასე რომ ვთქვათ, რაღაც დონეზე თავიდან შეზღუდა, რომ მხოლოდ რეზინის ზალები ქონოდა. ალბათ იმიტომ, რომ თავიდანვე რო წარმოსახვის ძალები ქონოდა, ალბათ ყველას დაამარცხებდა თავიდანვე. ამის შემდეგ ხედავთ იმას, რომ მაგალითად Gear 3-ს რომ იყენებს, თავის ხელს ბერავს როგორც ბუშტი და ამას იყენებს ჩვეულებრივი გიგანტის ხელივით, რაც რეალურად წარმოუდგენელი ან შეუძლებელი არის, მაგრამ ისევ წარმოსახვის ზალა არის, ლუფის ჯერა რომ თუ რეზინას გაბერავ, მას ექნება გიგანტის ნაირი ხელის ზალა, რაც თავისი შეხედულებები, ასე რომ ვთქვათ რა. და გარდა ამისა, კიდე როდესაც თავისი ხელი გამოაღვიძა, ის ხომ აკვირდებოდა სხვა Devil Fruit-ების გამოღვიძებას. მაგალითად, ავიღოთ მოჩის Devil Fruit-ი. რასაც შენ ხელს დაადებ, ისიც იმად გადაიქცევა. ანუ ამ შემთხვევაში მოჩად გადაიქცევა ისეც. ეგ არის გამოღვიძება, როდესაც Devil Fruit-ი იღვიძებს. და ლუფიმ ჩათვალა, რომ მისი გამოღვიძებას ის იქნებოდა, რომ რასაც შეეხებოდა, რეზინად გადაიქცეოდა, მაგრამ რეალურად უფრო მეტი ძალები აქვს მას. მაგალითად, შეუძლია, რა ვიცი, თვითონ ელექტროენერგიას კი დაიჭიროს კაიდოს რო ებრძოლებოდა და იქ მეხირო ჩამოვარდა და ხელში დაიჭირა. ერთი სიტყვით ძალიან მაგარი თეორია, მაგრამ ახლა გავაგრძელოთ შემდეგზე. ერთ-ერთი კიდევ ძალიან საინტერესო თეორია უკვე ეხება თვითონ რა არის One Piece-ი. და ერთ-ერთი ასე რომ ვთქვათ, საინტერესო თეორია ის იყო, რომ One Piece-ი შეიძლება იყოს რაღაც მოწყობილობა, რაღაც არ ვიცი, ასე რომ ვთქვათ, ძველებური იმ დაკარგული დროის იარაღი, რაც Grand Lines საერთოდ მოაშორებს One Piece-ის დედამიწიდან. და ყველაფერი იქ, რაც არის All Blue არის, საიდანაც დაიწყეს ლუფიმ, ყველა ასე რომ ვთქვათ, მთლიანი დედამიწა ამ Grand Line-ისგან გათავისუფლდება და გაერთიანდება. ამის შემდეგ ისიც მოხერხდება, რომ რა თქმა უნდა ლუფი გახდება მაგალითად მეკობრების მეფე, All Blues ნახავს Sanji, ზორო გახდება რაღაც ახმლებით მებრძოლი, ყველაზე ძლიერი და ასე შემდეგ. რაც ჩემი აზრით კიდევ ერთ-ერთი ძალიან საინტერესო თეორია არის, რომელიც არის გამოქვეყნებული
დაქვეყნებული. და რა თქმა უნდა, ნამი დამოუწყდა რომ მეხსენებინა ამ თეორიაში, რა თქმა უნდა, მთლიანი სამყაროს რუკას შექმნის, რომელიც იქნება პირველი, ასე რომ ვთქვათ. და ეგეც სახდება. და რა თქმა უნდა, ჩოპერი შექმნის ყველაზე საუკეთესო მკურნალ წამალს, რადგან როდესაც მთლიანი დედამიწა გაერთიანდება, შეიკრიბება მთლიანი სამედიცინო ცოდნა, რაც კი არსებობს, რაც შექმნის უმაგრეს წამლებს რა. ხო, თან მეკობრები არიან შიცი. ბევრი არის მანდ. ხო, გავაგზავნე. და მოკლედ, სანამ კიდევ უფრო მეტ თეორიებს ვიტყვით, დიდით ხომ მექნება რომ რაც შეიძლება მეტი კომენტარები დაწეროთ, რადგან კიდევ ერთი Q&A-ის გადაღება მინდა და თქვენს კითხვებს მინდა პასუხი გავცე. ხო, რაც დაგაინტერესებთ, One Piece იქნება, Solo Leveling იქნება, Hunter x Hunter იქნება, არ აქვს მნიშვნელობა. ნებისმიერი კითხვა დაწერეთ და თქვენს კითხვას პასუხი გაეცემა შემდეგ ვიდეოში. გარდა ამისა, ასევე შეგიძლიათ დააკომენტაროთ თქვენი თეორიებიც One Piece-დან, რაც ძალიან საინტერესო იქნება და შეიძლება ვიდეოშიც კი მოხდეს თუ ძალიან საინტერესო თეორია იყო, ამიტომ არ დაგავიწყდეთ. გარდა ამისა, ასევე ლაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი, ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს თქვენი მხრიდან, რადგან კიდევ და უფრო მეტი და მეტი ვიდეოები გამოვიდეს და ახლა გავაგრძელოთ თეორიები. შემდეგი თეორია ისევ რა შეიძლება იყოს One Piece მაგაზე არის რა. და თეორია ასეთია, რომ შეიძლება One Piece იყოს ბავშვების წიგნი, სადაც არის ნიკას მოგონებები ჩაწერილი, როგორც ბავშვებისთვის ასაკითხი წიგნი რა, ასე რომ ვთქვათ, ახლა არ ვიცი სხვანაირად როგორ გითხრათ. რაც იმას გვეუბნება, რომ როდესაც ეს როჯერმა ნახა, რომ აი ასეთი რაღაცა უბრალოდ წიგნაკი იყო, სადაც ნახატებით იყო აღწერილი, რა უნდა გაკეთებულიყო, გაეცინა რა, სიცილია უტყდა, ასე რომ ვთქვათ რა. მაგრამ რეალურად ამ წიგნში შეიძლება ეწეროს თუ როგორ უნდა მოკლა ამ ასე რომ ვთქვათ დროის government-ი რა, ვინც არიან ახლა One Piece-ში ყველაზე მთავრები. მაგრამ ამისათვის საჭირო არის Joy Boy-ის ხილი, Devil-Fruit-ი, რომელიც სამწუხაროდ როჯერს არ ქონდა და მაგიტომ არის იქ ნათქვამი, რომ მე მგონი ჯერჯერობით ადრე არისო ამ ყველაფრისთვისო რა. სწორედ ამიტომ იყო რომ შანქსმა მოიპოვა ეს ხილი, თავისთვის ჭირდებოდა, მაგრამ მე რა თქმა უნდა ლუფიმ შეჭამა, ლუფიმ შეჭამა და მე თავისი ძალები გამოაჩინა, ასე რომ ვთქვათ, შანქსი დარწმუნდა რომ ეს ხილი, ასე რომ ვთქვათ, თავისი, ასე რომ ვთქვათ, აზროვნება აქვს და იპოვა ის ადამიანი, ვინც ჭირდებოდა და ვისაც უნდა შეეჭამა და ხო, მოკლედ, ცოტა სუსტი თეორია იდეაში, მაგრამ ძალიან ნაცნელიც არ არის რა რეალობასთან, ამიტომ გადავწყვიტე რომ მაგაც მეთქვა. შემდეგი კიდევ ერთი საინტერესო თეორია არის უკვე შანქსზე. და შანქსზე ასეთი თეორია გვაქვს, რომ რეალურად შანქსმა ყველაფერი იცის რა უნდა მოხდეს, როგორ უნდა მოხდეს და ყველაფერი ასე რომ ვთქვათ წინასწარ აქვს გაწერილი. ალბათ შანქსის ხელზე ყველას ხსმენიათ დრაკონების კლანის წევრი რომ იყო და ხელზე აქვს ისეთი ტატუ, რომელიც მას დრაკონების მეფე მაშინ დაატელეპორტირებს, როცა თვითონ მოუნდება. ამიტომ შანქსმა გადაწყვიტა რომ ეს ხელი საერთოდ მოეშორებინა და მოაგლეჯინა იმ წყლის დემონს თუ წყლის მეფეს თუ რაც ქვია მოკლედ. ხო, ეს ერთი თეორია არის. მეორე თეორია ის არის, რომ შანქსმა იცის, რომ როდესაც One Piece-ის მოპოვებასთან მივა საქმე, ყველა ვისაც Devil-Fruit-ი აქვს ნაჭამი, საქმე ცუდად ექნება, რაღაც დაემართება, აი რაღაც ცუდი უნდა დაემართოს. ამიტომ როგორც იცით, შანქსის ნებისმიერ გუნდის წევრს, crewmates, არც ეს არ აქვს Devil-Fruit-ი ნაჭამი. რაც ერთ-ერთი თეორიიდან გამომდინარე იმაზე მეტყველებს, რომ ვისაც კი Devil-Fruit-ი აქვს ნაჭამი, შეიძლება რაღაც ცუდი დაემართოს. და ესეც ძალიან ორი საინტერესო თეორია არის, რომელიც არსებობს და იარსებებს. ხოლო შემდეგი თეორია უკვე არის ემუზე. და რა საინტერესო თეორია არის, ახლა მოусმინეთ. ესე იგი, ემუს ძალები არის, რომ მას შეუძლია წყლის ან ზღვის კონტროლი. და სწორედ ემუს წყალობით არის, რომ Devil-Fruit-ებს ახლა ადევს ის შეზღუდვა, რომ ვინც შეეხება ზღვის წყალს, ყველა უნდა, ასე რომ ვთქვათ, გაითიშოს, ძალები დაკარგოს და დაიხრჩოს. ძალიან საინტერესო თეორია არის, იმიტომ რომ ნანახი გვაქვს ჩვენ როგორ ჩნდება Devil-Fruit-ები, ერთი დიდი უზარმაზარი ხე არის, საიდანაც ასე რომ ვთქვათ, ნაყოფი გამოიყოფა, სხვადასხვა ნაყოფი, შემდეგენ ეს ვრცელდება და ასე შემდეგ რა. როგორც ვიცით, ემუ უკვე ძალიან ხნიერი ადამიანი არის და უკვე ნიკას ხანაში მათი დაპირისპირება შეიძლება მომხდარიყო და შეიძლება რაღაც ეტაპზე, რაღაც მომენტში ეს თავისი ზღვის ძალა გამოიყენა და თქვა რომ აი ვინც შეჭამს Devil-Fruit-ებს, всё
წყალში ვეღარ იცურავებს რა, იმენა ვერ გაგრილდება ზაფხულში უნდა დაცხეს და ის კაი ხუმრობა გვერდზე იყოს, მაგრამ ეს ძალიან საინტერესო თეორიაა. საბოლოოდ მოდი შევეხოთ ზოროს თეორიას, თუ რატომ აქვს ცალი დახუჭული და მოკლედ როგორც მოგხსენებათ, როდესაც ზორო ასე რომ ვთქვა, თავის ხმლებს იყენებს და თავისი ძალის 100%-ს გამოათავისუფლებს, თვალები უწითლდება. მაგრამ რაღაც მომენტში, როდესაც თავისი ასე რომ ვთქვა, ხმლის ძალა გამოათავისუფლა, თვით სიკვდილი დაინახა და სწორედ აი ამ სიკვდილს ჰქონდა წითელი თვალები. რაც იმაზე მეტყველებს, რომ ზოროს ამ თვალში შესაძლებელი ყავს თვით სიკვდილი, ან რაღაც დემონი, ან რაღაც მსგავსი, რომელიც მოდის ხმლიდან. ანუ ხმლის რაღაც იდუმალი ძალა არის, რაღაც დემონი, თვით სიკვდილი რივერი რაც არის, თუ როგორ ქვია რეივერი, არა რეივერი სხვა რაღაცა არის კაცო, რეივერი. ნუ რა მნიშვნელობა აქვს? ეგეთი რაღაცა არის მაგ ხმალში ჩასახლებული, როგორც წყევლა, რაც სიძლიერეს მარტებს, რა თქმა უნდა, ხმალს, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს წყევლაც გადმოდის ზოროში ცხოვრობს, ზოროს ძალებს იყენებს, მერე ზორო იქედან ამის ძალებს იყენებს, ურთიერთგაცვლა აქვს, ასე რომ ვთქვათ, და ეგ იყო ერთ-ერთი ყველაზე, ასე რომ ვთქვათ, ცნობილი თეორია, რაც მე ყევდა და აქ რამოდენიმე ფოტოს ამოვანათებ, სადაც ეს თეორია კიდევ უფრო მეტად ზუსტდება, სადაც სიკვდილი გამოჩნდება წითელი თვალებით, ზორო ქვემოთ წევს და ნუ თვალები აქ წითელი არა აქვს ზოროს, მაგრამ ამ სიკვდილს აქვს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ რეალურად როდესაც უკვე ზოროს შიგნით ჩავიხედებით სულში, ნუ რაღაც მეორე ცხოვრობს, რაც რეალურად ის ხმალი არის, რასაც იყენებს რა. და ეს ხმალი არის თვით სიკვდილი, ან რაღაც მსგავსი თეორია არსებობს, რაც ეგეც ძალიან საინტერესოა. და მოდი მეგობრებო, ჯერჯერობით აი აქ გავჩერდები. კიდევ რაღაც თეორიები რეალურად არსებობს, რაც ძალიან საინტერესო არის და კიდე ჩაღრმავება შეიძლება, მაგრამ მოდი უბრალოდ დავტესტოთ ეს კონტენტი, რამდენად მოგეწონებათ One Piece-ის თეორიები, ასე რომ დავარქვათ. და ნუ ხო, თუ ბევრი ლაიქი იქნება, ასევე თქვენი თეორიების დააკომენტარეთ, რა თქმა უნდა, კიდევ მეტ და მეტ თეორიებს გადავიღებ. ასევე კიდევ ერთხელ ვაზუსტებ, რომ რაღაც ცდომილებები აუცილებლად იქნება თეორიებში, რაღაც შემეშლებოდა ლაპარაკის დროს სიტყვიერად, მაგრამ ასე რომ ვთქვათ, general ზოგადად თეორია საინტერესო არის, როგორც ასეთი და რაღაც უკვე ფაქტობრივი ცდომილებები თქვენ თვითონ შეასწორეთ და ასე რომ ვთქვათ, მთლიან იდეას მიხვდებით. ხო, თუ რამე ისეთი არის კიდე რაც გაინტერესებთ, რა თქმა უნდა, დააკომენტარეთ, თქვენი თეორიების დაწერეთ, Q&A-ისთვის კითხვები დამიწერეთ და ხო, მოდი აქ დავასრულოთ ვიდეო და შემდგომ ვიდეომდე.